ერთმანეთს მომაგონდა წმინდა გიორგი კარცლიდისი საქართველოში ცხოვრობდა დაიბადა გაიზარდა და როცა გაზალავდნენ ამ წმინდანმა დაიტოვა ამდენად რომ საქართველოს წამოღებული სამღვდელო შესამოსელი შეემოსათ ვიდრე ლუსკუმაში ჩაასვენებდნენ და სახარება ქართულ ენაზე ჩაეტანებინათ ისე უყვარდა საქართველოს ქართული ენას და ქართველობას და ჩვენ ასეთი უყვარს არც მეორე და არც მესამე დღეს გულახდილად რომ თქვა მეორე წრე ბოზღუნებენ ვაი ამდენი მუსლიმი შემოდის თქვენ როგორ გონიათ ღვთის დაშვების და ნების გარეშე რამე იქნება თქვენ გარბი ხართ აგმის დარჩენილი ნაწილი გადაგვარებული ხართ უკვე ვერც ვიტყვი ოქროპირთან ერთად თქვენ ადამიანები ხართ ისეთ სოდომურ ცოდვებში ხართ ჩაძირული და პროპაგანდირებას ეწევით ამის საჯაროდ ეს გინდა ევროპა პირველ ყოვლისა ამიტომ გინდა და ნებიერი ცხოვრება მატერიალური ესე იგი კარგი მოწაფეები გამოზარდეს კომუნისტებმა მაგრამ იმაზე უარესებს ებარებით ეხლა თქვენ უღმერთო ევროპელებს თქვენ რომ იცოდეთ ამას ქვია ვაის გავეყარე უი შევიყარე საითაც გავიქეცი იქით წავიქეცი მაგრამ თქვენ ხო ამდენს არ აზრობთ ვინც ფოჩიან კამფეტებს დაგირიგებთ აი ის არის თქვენი პატრონი ბოსი არა დღეს მოდაშია სირცხვილი თქვენ ასეთ ქართველებს თუ ხართ ქართველები საერთოდ და თუ ასე გავაგრძელებ ჩვენი ხსენება არ იქნება საქართველოში კარგად იცოდეთ არც ქართული ენისა არც ქართველობისა და სამშობლო თავისთავად ჩვენი აღარ იქნება ეხლა უკვე ხედავთ რა ხდება აგერ მეიდანზე აქ როგორი კიჟინა ქონდათ ნაძვის ხესთან ეს მხოლოდ ჟურნალია იმისა რაც არის მოსალოდნელი ეს პოლიტიკაც დასავლეთიდან გლობალური ხელისუფლების არის სრულიად შეგნებული დაუკვირდით რომ სწორედ აფრო-აზიურ ველურ მოსახლეობას შეხრიან სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის ევროპაში ისე როგორც საქართველოში და რა მარტო ამ ქვეყნებში როდესაც დაშირდებათ ამ ფანატიკოსებს ამ ველურებს ამ სასტიკ ადამიანებს მაშინ ამოქმედებენ თქვენს წინაშე ერთ-ერთი გამოკითხვებია კორპუსში აშენ ახალი კორპუსი 30 მარტო არაბული ოჯახია და რაღაც ინტერვიუს იღებს და დაემუქრებს აქ მე მარტო კი არა რა 30 ვარ და გააგდეს იქიდან ეს კორპუსიდან გაგაგდებენ ხოლ საქართველოს რა გინდა თქვენ გაგდება ასეთებს თვითონ თავად მირბიხართ ევროპაში და ამერიკაში მაგრამ ნახეთ იქ რა ხდება ეხლა იქიდან ტრამპი ხარის უკან ხალხს სად იქნებით საბოლოოდ ღამურები ვის დაშირდებით სამშობლოში ერთის არ იყო სასულიერო პირია დღეს შულო რატო ჩვენი ბრეული იყო ტოლვილი იყო თავის რატო ჩემოდიხარ მეთქი საქართველოში ასეთი გაჭირვება რა გვერდში უნდა დაუდგე რა თმინდა ორი ბინა უკვე ვიყიდეო მე აქედან დახმარებებით იქაური არ დაგა ანუ მათხოვრობით სხვანაირად რო გითხრათ ხო და როცა ყველაფერი დაალაგდება თან დაამატა თუ დაალაგდება მაშინ ჩამოვლ უკვე ამეშალა ნერვები შაინაირი უვარგისი ქართველები რაში გვჭირდება საქართველოში ეს იცი რაც აკეთებ მეთქი დედა რო ავად გაგეხდეს ახვიდე უცხოეთში და მეზობლებს ჩააბარო მეთქი ისიც არ იცი ჩააბარე თუ არა რა ხარი ხარალოთ და როცა კარგად გახდება აი მაშინ ჩამოვალ დედასთან დედას ასეთი შვილები არ ჭირდება ეს თქვენ გჭირდებათ საქართველოს რომ ამენაირად თქვენში ქართველობა ანუ ქრისტიანობა და ადამიანობა გადაარჩინოთ მაგრამ მაგასაც ვერ ხვდები და დღეს ეს თქვენ არ გჭირდებათ ნამდვილად თქვენი მამა არის მამონა ფულის ღმერთი კერპი ვერცხლის მოყვარეობის არც მეტი არც ნაკლები თავი ვანებოთ ამათაც ღმერთმა ყველა სინანული მოგცეს ამათ დაფიქრება